როგორც ცნობილია, სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად გაუმკლავდეს იმ თემებს, როგორიც არის სააფთიაქო ნარკომანია, როგორიც არის ავადმოხმარება ფსიქოტროპული ნივთიერების, როგორიც არის არასწორი გამოყენება საზოგადოდ და თან პრევალირება კომერციული ინტერესების ამემართულების. აუცილებლად ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება განსახორციელებელი და სწორედ ამას ვახორციელებთ ახლა. იგივე საექიმო საქმიანობაზე, რომელსაც შეხება რეცეპტების გამოწერიდან დაწყებული სააფთიაქო რგოლების, ასე ვთქვათ, საქმიანობაზე. ბუნებრივია, რომ ყველაფერი ეს ჩვენი ინტერესის საგანია და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებები. მნიშვნელოვანი მიგნებები, რომელიც გვათქმევინებს, რომ ძალიან სერიოზული ხარვეზები კვლავ არსებობს სივრცეში და შესაბამისად აი ამ სივრცეში არსებული ეს ხარვეზები მოითხოვს აუცილებლად მკაცრ და იმავდროულად სამართლიან რეაგირებას. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება სამართლებრივი რეაგირება ასეთ სამართალდარღვევებზე. ცალკეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გულისხმობდეს მათ შორის იგივე საქმიანობის შეჩერებას გარკვეული მიმართულებით ექიმებისთვის. ეს შეიძლება გულისხმობდეს ცალკეულ შემთხვევებში მაგალითად საგამოძიებო სტრუქტურებისთვის მიმართვას, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის გამორიცხული სულ მცირე და ყველაზე რბილად ამის თქვენ შეგვიძლია რომ მაგალითად ადგილი კონდეს შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში დანაშაულებრივ ქმედებებს. ამას ბუნებრივია რომ კვალიფიკაციას მისცემს სამართლებრივი საგამოძიებო სტრუქტურები. გამოვლინდა სამწუხაროდ ექიმების მიერ ძალიან ცუდი საექიმო საქმიანობის დარღვევა, კერძოდ ის მედიკამენტები, რომლებიც მიზანმიმართულად არის დანიშნული იმ პაციენტებზე, რომელთაც მათ არ საჭიროებდნენ ამ მედიკამენტებს და ჭარბად იქნა სარეცეპტო ღონისძიებები წარმართული, საბჭო მოისმინა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, ვინაიდან მოვისმენთ იმ ექიმების მიერ ახსნა განმარტებას თუ რა მიზნით და რა მიზეზით იქნა ესათვის მედიკამენტი ფსიქოტროპული დანიშნული და მიმაჩნია რომ ამის შემდეგ მოხდება საბჭოს მიერ გადაწყვეტილება თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მსგავსი ქმედების შემთხვევაში ექიმებზე. ექიმობა ეს არის ჰუმანური პროცესი და წარმოუდგენელია, ვთქვათ, არ ჭირდებოდეს პაციენტს სამკურნალო საწამლო საშუალება, რასაც ფსიქოტროპული სამკურნალო საწამლო საშუალება ქვია და ის დანიშნო. ამიტომ მიმაჩნია რომ საბჭო უნდა იყოს საკმაოდ მკაცრი